ამ ვიდეოში მოგიყვებით რა კავშირი აქვს გერმანიის ქალაქ ულმსა და საქართველოს ერთმანეთთან. ალბათ ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისში ულმსა და საქართველოს უცნაური ისტორიული ძაფი აკავშირებდა. 1817-1818 წლებში გერმანელი კოლონისტების ნაწილი სწორედ ულმიდან მდინარე დუნაის გავლით სპეციალური ნავებით დაეშვა შავ ზღვამდე, საიდანაც კავკასიაში ჩამოვიდნენ. სწორედ ასე გაჩნდა საქართველოში პირველი გერმანული დასახლებები ეკატერინ ენფელდი, დღევანდელი ბოლნისი და ელიზაბეტ ტალი, დღევანდელი ასურეთი. ალბათ გეცოდინებათ, რომ ულმის მთავარი სავიზიტო ბარათი ულმის მიუნსტერია, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მაღალი ეკლესია იყო, მაგრამ ამ წელს საგრადა ფამილიამ ასე ვთქვათ ეს ტიტული წაართვა. ტაძარი დაახლოებით 171.5 მეტრია, მარტივად რო წარმოვიდგინოთ, დაახლოებით 50 სართულიან შენობას უდრის. ტაძრის მშენებლობა 1377 წელს დაიწყო და წარმოიდგინეთ 500 წელზე მეტს გაგრძელდა. მისი მშენებლობა 1890 წელს დასრულდა და თუ არ შეგეშინდებათ და ფიზიკური მონაცემებით ხელს გიწყობთ, შეგიძლიათ 768 საფეხურიანი კიბე ფეხით აიაროთ და იქედან გადმოხედოთ მთელს ქალაქს. სამწუხაროდ ამ ეტაპისთვის მშენებლობების გამო ასვლა შეუძლებელია, თუმცა სიამოვნებით გაჩვენებდით. ულმში თუ მოხვდებით, აუცილებლად უნდა ნახოთ მეთევზეების კვარტალი, რომელიც არის ძალიან ლამაზი. ნახავთ ბევრ ლამაზ ძველ შენობას, პლუს ამას ჩამოვიდინება პატარა ლამაზი მდინარე. მოკლედ, ყველაფერს ნახავთ ვიდეოში. ეს არის ქალაქის ყველაზე მყუდრო ისტორიული და ზღაპრული ნაწილი. შუა საუკუნეებში აქ ხელოსნები და მეთევზეები ცხოვრობდნენ. პატარა მდინარე ბლაუ ლურჯი პირდაპირ სახლებს შორის მოედინება, რაც აქ ძალიან ლამაზ ხდის. ქალაქის ეს ნაწილი შეგიძლიათ ფეხით შემოიაროთ და დამერწმუნეთ ყველა სეზონზე ძალიან ლამაზია. აქვე შეხვდებით რა თქმა უნდა გინესის რეკორდს მენ დახრილ სახლს, რომელიც მე-15 საუკუნეში აშენებული და დღეს მსოფლიოში ყველაზე დახრილ სასტუმროდ ითვლება და მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ძველი შენობა დღემდე ფუნქციონირებს. ეს კვარტალი საუკეთესო ადგილია ფინჯანი ყავისთვის, ფოტოებისთვის, უბრალოდ მშვიდი სეირნობისთვის, არ ვიცი, მე მგონი ყველაფერი აქ მაქვს გადაღებული. მოკლედ, ულმი არის ძალიან პატარა, ლამაზი და კოხტა ქალაქი. თუ ამ მიწაზე მოხვდებით, ამ ქალაქის უნახავად აქედან არ წახვიდეთ. და თუ ჩემი ვიდეო ოდნავ მაინც მოგეწონათ, გამოიწერეთ გვერდი და ლაიქეთ და გადაუზიარეთ იმ ადამიანებს, ვინც აქეთკენ აპირებენ მოგზაურობას.